მოწევა აქვეითებს იმუნიტეტს და ამას რამდენიმე კონკრეტული მიზეზი აქვს. თამბაქოს კვამლი აფერხებს სისხლის თეთრი უჯრედების, ლეიკოციტების მუშაობას, რომლებიც ორგანიზმში ჯარისკაცების როლს ასრულებენ და ინფექციებს ებრძვიან. მოწევა ორგანიზმში ამცირებს C ვიტამინისა და სხვა ანტიოქსიდანტების დონეს, რაც იმუნურ სისტემას დაუცველს ტოვებს თავისუფალი რადიკალებისგან. სასუნთქგზებში არსებული წამწამებიანი ეპითელიუმი, რომელიც ფილტვებს მტვრისა და ბაქტერიებისგან წმენდს, კვამლის ზემოქმედებით პარალიზდება. ეს ვირუსებსა და ბაქტერიებს ორგანიზმში შეღწევას უადვილებს. მოწევა იწვევს ორგანიზმის მუდმივ სტრესულ მდგომარეობას და ანთებით პროცესებს, რის გამოც იმუნური სისტემა მუდმივად გადაღლილია და რეალურ საფრთხეზე რეაგირება უჭირს. ამის გამო, მწეველები უფრო ხშირად ავადდებიან გრიპით, ბრონქიტით და ფილტვების ანთებით, ხოლო გამოჯანმრთელების პროცესი გაცილებით დიდხანს გრძელდება. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ რაც უფრო ადრე შეწყვიტავთ მოწევას, მით უფრო სწრაფად და სრულყოფილად შეძლებთ იმუნიტეტის აღდგენას. შეწყვირე მოწევა, აირჩიე ანტინიკოტინი და ერთად დავამარცხოთ ნიკოტინი. ისარგებლეთ თანდართული ლინკით და გაეცანით მოწევის შეწყვეტის ეფექტურ პროგრამას.